შორს რომ არ წავიდე. მოკლედ, ახლა დავამთავრე გადაღება ვლოგის, რომელიც უკვე იხილეთ, რა თქმა უნდა, წინა კვირას და გადავწყვიტე, რომ ბარემ ეგრევე ჩამეწერა მისალმება ახალი ვიდეო ვლოგისთვის და მოკლედ, რადგან უკვე მზად ვარ თან, გადავიღებ მისალმების ნაწყვეტსაც და დავიწყებ ახალი ვიდეო ვლოგის ჩაწერას. მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის ჩემი YouTube არხი მესხი ვლოგი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქსოვაზე და ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე. თუ თქვენთვის ეს ყველაფერი საინტერესოა, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. ასე რომ ჩვენ ვიწყებთ ახალ ვიდეო ვლოგს. მისალმების ვიდეოს მერე პატარა ჩანარს გავაკეთებ და მერე გადავიდეთ იმ დეტალების ყურებაზე, რაც უკვე მაქვს გადაღებული და საბოლოო ჯამში შევხვდებით ისევ აი ამ კადრში, რომ შევაჯამოთ მთელი სამი კვირის ნამუშევრები და ვნახოთ რა შედეგი მაქვს. პირველ რიგში, მისალმების მერე რაც მინდა რომ ვთქვა, რომ 3 კვირის განმავლობაში ვმუშაობდი ძალიან ისეთი დიდ და მნიშვნელოვან შეკვეთებზე. 2 მათგანი აი აქ არის და უფრო დეტალურად ბოლო კადრში ვისაუბრებთ უკვე დასრულებულ ნივთებზე. პლუს ამას მქონდა გაკვეთილები, სამსახურში ახალი ძაფების მიღება, თუ ადევნებთ თვალს ტრისკელეს გვერდს უკვე იცით ამის შესახებ. შესაბამისად ძალიან ცოტა დრო იყო ესეთი თავისუფალი იმისთვის, რომ რაღაცა დამჯდარიყო, ვიწყნარ მშვიდად გადამეღო, აი ესე კადრში, პლუს ამას რაც მქონდა, ვთქვათ, წინა ვიდეოს მერე გადაღებული, ვთქვათ, რომ დამედო 1 კვირის ინტერვალით დრო არ იყო იმისთვის, რომ მონტაჟი გამეკეთებინა და ეს ყველაფერი ერთად შეიკრა იმაში, რომ 3-4 შაბათი გამოვტოვე ვიდეოებით და ეს არის უკვე მე-4 შაბათიც გამოტოვებული გამოდის. დღეს არის პარასკევი, წითელი პარასკევი, ასე რომ ცოტა ისეთი მძიმე განწყობა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ველოდები აღდგომის კვირას და ძალიან ისეთი პოზიტიური ვარ ამ ყველაფრის მიმართ. ყველაზე მთავარი რაც მინდა გითხრათ, რომ მადლობა, ვინც კომენტარებს მიწერდით და მეკითხებოდით, სად დავიკარგე. ზოგიერთმა თქვენგანმა პირადადაც მომწერა, რომ გაინტერესებდათ გავაგრძელებდი თუ არა ისე ვიდეოების დადებას. ზოგმა მითხარით, რომ ეხლა აღმომაჩინეთ და მიყურებთ და ჩემს ველვიდეოებსაც უყურებთ, რაც ძალიან მიხარია. მოკლედ, აბსოლუტურად ყველა კომენტარის ავტორს, ვინც მიკითხა და ვინც პირადში მომწერა, ძალიან დიდი მადლობა ჩემდამი ინტერესის გამოჩენისთვის. და გადავიდეთ იმაზე, თუ რა გადავიღე მთელი ეს 3 კვირის მანძილზე. სიმართლე რომ ვთქვათ, ცოტა კადრი შევა ამ ვიდეოში, იქიდან გამომდინარე, რომ 3 კვირის განმავლობაში იმდენად ბევრი გადავიღე, რომ ყველა კადრი რო შევიყვანო ამ ვიდეოში, გამომივა საბოლოო ჯამში დაახლოებით 3 საათიანი, რაც არ გვინდა. ამიტომ პატარა ესე დეტალებს ამოვარჩევ, რომელსაც ჩავთავ და ბოლოში შევხვდებით ერთმანეთს, რომ შევაჯამოთ რა დავარღვიე, რა გავაგრძელე, რა დავამთავრე, რას ვეტანჯე. ეგეთიც იყო. ასე რომ შევხვდებით სულ რამდენიმე წუთში. მოვატრიალე კამერა, რომ პირდაპირ ვუყუროთ ერთმანეთს, ესე რომ ვთქვათ. ახლა ვუყურებდი ფსიქოლოგის დასკვნის შესახებ ვიდეოს. ძალიან ისეთი უცნაური, ანუ სახელებს ახლა არ დავასახელებ, თუ ვინმეს დაინტერესებს, ანუ ლინკს დავტოვებ კომენტარებში. თემა იყო ესეთი, რომ ფული და ბედნიერება რამდენად არის დაკავშირებული ერთმანეთს და რამდენად არის ხალხი ყიდვებზე დამოკიდებული, ანუ საყიდლების კეთებაზე დამოკიდებული, რომ განიცადონ ეს ბედნიერების შეგრძნება და რამდენად აქვს თავიანთია ეს
ბედნიერება დაკავშირებული იმასთან, თუ რამდენს გამოიმუშავებენ თვითონ, ან მათი პარტნიორი და რამდენის დახარჯვა შეუძლიათ საყიდლებში. ვუსმენ და ხვდები, რომ საერთოდ ვერ ვხვდები, რაზეა საერთოდ საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვხვდები ფული და ბედნიერება რანაირად შეიძლება იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული საერთოდ, იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედიდან ფინანსური ან მატერიალური მდგომარეობა ბედნიერებას საერთოდ არ განსაზღვრავს, ჩემს შემთხვევაში ესეა, იმიტომ რომ რეალურად მატერიალური მდგომარეობა მაძლევს შესაძლებლობას ვიყო მშვიდად ჩემ ხვალინდელ დღეზე და არა ის რომ ვარ თუ არა ბედნიერი. ანუ ბედნიერი შეიძლება რაღაცა ბავშვობის მუსიკამ გამხადოს, რომელიც მოვისმინე და მაგონებს ბავშვობას. აი ამ მაიმუნმა ფისომ, რომელიც ეხლა შეიძლება ისე დოქის გადმოყირავებით დაკავდეს. ანუ რეალურად აი ესეთი არამატერიალური რაღაცებია, რაც ბედნიერებას განიჭებს. საყვარელი წიგნი, წიგნში რაღაცა მომენტი, რომელიც აი ამ ეიფორიას და აფორიაქებას იწვევს, ფილმი, სეირნობა, რაღაცა ხედი, რასაც დაინახავ, ანუ ჩემთვის ბედნიერებას რაღაცა თან ვაკონტროლებ კიდე მაიმუნს. ესეთი რაღაცები იწვევს და არა ის, რომ რეალურად რამდენი ნული აქვს ანგარიშს რაც მიდევს ბარათზე, ანუ ბოლოში რამდენი ნოლი, ანუ ესეთი რაღაცები ვერ ხვდები, რატომ უნდა იყოს საერთოდ ბედნიერებასთან დაკავშირებული, ეს უფრო არის უსაფრთხოებასთან. ის რომ ხარ მშვიდად, გაქვს გარანტირებული ქირა, კომუნალურები, ტრანსპორტი, ტელეფონზე ჩასარიცხი ფული, ანუ ეს განიჭებს სიმშვიდეს და გარანტიას, რომ გაქვს საბაზო მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული. მაგრამ ანუ ბედნიერებასთან ჩემ გონებაში არანაირ კავშირში არ არის და ყველაზე მთავარი. რაღაცნაირად ჯაჭვი გამომეპარა აი ამ იდეების, რაც იყო გაჟღერებული აი ამ კვლევაში, ანუ ეს არის ერთ-ერთი ფსიქოლოგის, რომელიც ამერიკაში ატარებდა კვლევას და 9 წლის განმავლობაში გამოკითხვას ატარებდა ერთი და იგივე ხალხთან, ეკითხებოდა ან მათი ფინანსური მდგომარეობების ცვლილებასთან ერთად, ანუ იქ იგულისხმებოდა, რომ ვიღაცას გაუმჯობეს და ვიღაცის საერთოდ შეცვლა, ვიღაცის პირიქით გაუარეს და ანუ რამდენად არიან აი ამ ცვლილებების გათვალისწინებით ბედნიერები ან უბედურები და რამდენად არის გავლენა მათი ფინანსური მდგომარეობის აი ამ ბედნიერების შეგრძნებასთან. რანაირად მივიდა იმაზე, რომ ხალხი შოპინგობს და ფულს ხარჯავს და გაურბის რეალობას და ხალხი როგორ იყო ნათქვამი, წიგნებს კითხულობს, ფენტეზი წიგნებს კითხულობს და გაურბის რეალობას. ანუ რანაირად დააკავშირა ფინანსები, ფული, ბედნიერება, შოპინგი და ფენტეზი წიგნები. ცოტა ვერ მივხვდი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე თვითონ ვარ ადამიანი, ვინც ფენტეზი წიგნებს კითხულობს და აი აქაც თითქმის 70% ჩემი წიგნების არის ფენტეზი, მხოლოდ 30%-ია დეტექტივი და კლასიკა და კლასიკური დეტექტივები. ვერანაირად ვერ დავეთანხმები, რომ მე რეალობას გავურბი ვარ. არა, ანუ ფენტეზი წიგნები და გინდ რეალურად ამასთან ერთად შეგიძლია თქვა, რომ რომანები, სადაც რომელიმე ადამიანი, ანუ სადაც პერსონაჟების სრულ ცხოვრების გაგება შეგიძლია ან რაღაცა მონაკვეთის მათი ცხოვრებიდან, ანუ ეპიზოდის რაღაცა პერიოდის, ხო? ანუ ეს მე მეხმარება იმაში, რომ რეალურად ჩემი ცხოვრების გარდა კიდე რამდენიმე ცხოვრება მოვასწრო. და ის გამოცდილება მივიღო, რაც სიტყვაზე არ მინდა რომ რეალობაში გადამხდეს. მაგრამ რო რამე მოხდეს, მსგავსი გამოცდილება უკვე მაქვს, იმიტომ რომ ფენტეზი წიგნები მაგალითად ყოველთვის მაგიურ არსებებთან, მაგიასთან, თუნდაც დრაკონებთან დაკავშირებული კი არ არის, ანუ ფენტეზი წიგნებშიც არის სასიყვარულო ისტორიები, მშობლების ურთიერთობა, მეუღლეებს შორის ურთიერთობა, შვილებსა და მშობლებს შორის პუბერტატული პერიოდის პრობლემები, ანუ ცხოვრებისეულ პრობლემებსაც ეხებიან, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება მაგიურ სამყაროში და მაგიის პრიზმის გამოყენებით და შესაბამისად
ანუ არ შეიძლება აი ამ ფენტეზი წიგნების ესე დაკნინება, რომ ფენტეზის თუ კითხულობ, უეჭველი გაურბიხარ რეალობას, ანუ რა სისულელეა რეალობას რანაირად შეიძლება გაიქცე, ანუ მე ხო ფსიქოტროპულ წამლებს არ ვიყენებ სიტყვაზე, რომ არ ვიყო აზრზე რა ხდება ჩემი ირგვლივ, ხო? ანუ უბრალოდ წიგნს ვკითხულობ, განტვირთვისთვის, დასვენებისთვის, ახალი ემოციებისთვის, ანუ როგორ შეიძლება იმიტომ რომ ყველაზე მთავარი, ანუ რატო ვთქვი, ფსიქოტროპულ წამლებს არ ვიყენებ, თქო, ანუ მხატვრული ლიტერატურის მკითხველი ხალხი გაიგივებული იყო ნარკომანებთან, ლოთებთან, ანუ ალკოჰოლზე დამოკიდებულ ხალხთან და მათთან ზოგადად, ანუ მთლიან ციკლში მათთან, ვინც მოიხმარს სხვადასხვა საშუალებებს, რომ გონების ფუნქცია დაარღვიონ და გაექცნენ რეალობას. ანუ როგორ შეიძლება წიგნის მკითხველი ადამიანი გააიგივო აი ამ ყველაფერთან და თან ეს ყველაფერი რაღაცნაირად მოახერხო და დაუკავშირო ბედნიერების შეგრძნებას. ანუ მე თუ მაბედნიერებს წიგნის კითხვა და წიგნის კითხვა, რომელიც მაქსიმუმ შეიძლება 20-25 ლარი დამიჯდეს, ანუ გააჩნია წიგნს, მაქვს ზოგიერთი 28 ლარიანი და 45-იანიც, მაგრამ ანუ საშუალოდ ვიძახი, ხო? ანუ ზოგიერთი 9 ლარი ღირს, 3 ლარი ღირს, ანუ მაქვს ეგეთი წიგნებიც, ანუ წიგნის კითხვა თუ ადამიანს გაბედნიერებს და თან ეს ბედნიერება არის განმეორებადი, იმიტომ რომ აიღებ ხელახლა გადაიკითხავ შენთვის საყვარელ მომენტებს და ისევ იგივე ბედნიერების შეგრძნება გაქვს, როგორ შეიძლება ეგ იყოს გაიგივებული ნარკომანთან და ლოთთან, აი ვერ ვხვდები, ხანდახან მიჩნდება ხოლმე ესეთი აზრი და ფიქრი, რომ ანუ ყველა ვინც თავის ფსიქოლოგს უწოდებს, ანუ არ აქვს უფლება ეს სტატუსი ატაროს. ანუ თუ ფსიქოლოგი ხარ და თუ იძახი რომ ადამიანის ფსიქიკა და ფსიქოლოგია კარგად იცი, ანუ აი ესეთი სისულელე როგორ შეიძლება თქვა. ანუ არ ვიცი. მოკლედ ვქსოვდი ჩემთვის წყნარად ვუსმენდი სხვადასხვა პოდკასტებს და მეთქი რამე საინტერესო შეიძლება გავიგო თქო და ამ რავი რომელი საათია პირველის ნახევარია თუ რაღაცა ჯობდებ წავსულიყავი დამეძინა და ეს ნახევარი საათი ამ სისულელის მოსმენაში არ დამეკარგა. მოკლედ აუცილებლად მინდოდა გამეზიარებინა ეს თქვენთვის და ძალიან გამეხარდება თუ მეტყვით თქვენ რა ჟანრის წიგნებს კითხულობთ ან ფილმებს უყურებთ და თვლით თუ არა რომ მხატვრული ლიტერატურა და კონკრეტულად ფენტეზი არის რეალობიდან გაქცევის საშუალება და შეიძლება თუ არა ეს რეალობიდან გაქცევის მცდელობა გავაიგივოთ ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან. ანუ აი მოკლედ თქვენი აზრით ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობთ ამაზე. რაც შეეხება ახლა ჩემ ქსოვას, იმიტომ რომ ეს ცოტა ნეგატიური ეს განწყობა უნდა გავიქრო სანამ წავალ დასაძინებლად, ვეცდები რომ აი ეს პაიწეწუნა ძაფი რაც მაქვს დარჩენილი დავამთავრო, ანუ საკმაოდ ესეთი კარგი შედეგი მოქვს სხვათა შორის ამ საღამოს. მოგხსოვე სიგრძეში აი ესეთი, აი აქ სხვათა შორის ნაკერივით ჩანს, ერთ წამით ფოკუს გავასწორებ. გადაანათა რა თქმა უნდა. ესე ნაკერივით ჩანს, პლანკას ვქსოვ შემდეგი მეთოდით, ეს არის ერთ რიგში ვქსოვ ყველა თვალს როგორც არიან და მეორე რიგში მხოლოდ წაღმართლებს ვქსოვ და უკუღმა თვალს ვქსოვ ისე რომ ძაფი დამრჩეს თვალის წინ, ანუ ჩემსკენ. და თვალი მოხსნა. ამის ხარჯზე მაქვს მეორე რიგში უკვე რომ გადავქსოვ ამ უკუღმასაც და წაღმასაც, აი ეს თუნდა გამოსეს. მაქვს ეს წაღმართლები უფრო გაწელილი. ანუ ამ რიგში, ანუ წაღმა რიგში ვქსოვ ყველას, უკუღმა რიგში ვქსოვ მხოლოდ წაღმართლებს. და რაც შეეხება ძირითად უზორს, ზუსტად იგივეა გამოყენებული, რაც აი აქ ლურჯ ჯემპერზე, ჯერ კიდე აქ კიდია. ეს ანუ იგივე დღეა, რაც ანუ ისევ 4 შაბათია, ისევ 26 რიცხვია. დღეს რაღაცა ძალიან აქტიურად ვარ ჩართული ახალი ვიდეო ბლოგის გადაღებაში, ზოგადად ესე არ ხდება ხოლმე. როგორც კი ვაქვეყნებ ვიდეოს, 2 დღე მაინც კამერას ხელში საერთოდ არ ვიღებ ხოლმე, რომ ცოტა გამიტვირთო და ავისვენო და რაღაცა ესეთი, იმიტომ რომ ხანდახან არც ვიცი ხოლმე საერთოდ რა ვილაპარაკო, მაგრამ აი დღეს როგორც ხვდებით, ძალიან ისე ამაფორი აქვს აი ამ ფსიქოლოგის დასკვნებმა. რაც შეეხება ნაქსოვს, იგივე უზორია გამოყენებული, რაც ლურჯ ჯემპერში და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ბოლო პერიოდი
თუ ჩემ ვიდეოებს დასაწყისიდან მოყოლებული უყურებთ და ან დიდი ნაწილი მაინც გაქვთ ნანახი, უმეტესწილად მაქვს სულ წაღმანაქსოვი, ჯემფრები, ან ყველაფერი აქსესუარები, კარდიგანები, ანუ რაც არ უნდა მომექსოვა გინ ბავშვისთვის, გინ დიდისთვის, ანუ იყოს სულ წაღმანაქსოვი. მაქსიმუმ რა ქვია платочная вязка. არ ვიცი ქართულად რა ქვია და ეს ორი узоრი იყო ყველაზე ისეთი ფართოდ გავრცელებული ჩემ ქსოვაში და ისეთი მობეზრებული მქონდა ეს узоრი რომ მეთქი იქნებ რამე სხვა მაგიტო დავიწყე ჩემთვის კარდიგანია ეს ყვითელი რომელიც დეკორატიული გაფორმებებით არის წინა მხარეს და მაგიტო გადავწყვიტე ამ ნაწნავებიანი ჯემპრის მოქსოვა და ყველაფერთან ერთად და ანუ ეს ხო ამ узорით არის მოქსოვილი ეს კარდიგანი ხო ამ узорით არის მოქსოვილი და წინ კიდე ჟილეტი მაქვს მოსაქსოვი ნაწნავებით შესაბამისად წაღმანაქსოვი ცოტა დიდი ხნით ანუ ცოტა არ იყოს დიდი ხნით ამოვარდება ჩემი ქსოვითი ისტორიებიდან არ მწყდება გული ნამდვილად იმიტომ რომ მაინც მობეზრება იცის, მართლა იცის მობეზრება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ეს წინდური ქსოვა, ძალიან მომწონს, მიყვარს ნივთები, მსგავსი სტილით მოქსოვილი, თუმცა მივხვდი, რომ უბრალოდ წაღმანაქსოვში ჩემი პროფესიონალიზმი ჩანს მხოლოდ იმაში, რომ ანუ იდეალური ნაქსოვია თითქოს მანქანაზე მოქსოვე და ამით ამოიწურება ჩემი შესაძლებლობები და რეალურად 1000-ნაირი узоრის მოქსოვა შემიძლია ტექნიკის და ასე შემდეგ, თუნდაც ფერთა შეხამების და წაღმანაქსოვში სულ არ აქვს შესაძლებლობა გამოამდინო აი ეს შენი უნარები. ასე რომ ცოტა ხანი გადავერთვებით ამაზე, მოვიბეზრებთ ამას, დავუბრუნდებით წაღმანაქსოვს. კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა თითქოს, მაგრამ ახლა უკვე აღარ მახსოვს. ასე რომ დაგემშვიდობებით. სად გემშვიდობებით, როგორ მაინტერესებს. ეხლა დავიწყე ვიდეოს გადაღება. მოკლედ, ეხლა გავწყვიტავ გადაღებას და ხვალე ვნახოთ თუ მოვახერხებ ჩართვას ისევ. ასე რომ ვაგრძელებთ, არ გემშვიდობებით, ვაგრძელებთ.
დანაპირებისამებრ გიბრუნდებით იმის შესაჯამებლად თუ რა მოხდა მთელი ამ პერიოდის მანძილზე. პირველ რიგში მოდით დავიწყოთ იმით, რა შევიძინე. იქიდან გამომდინარე, რომ იყო რაღაც პატარა შენაძენები, რაც მომემატა ძაფების ასორტიმენტში. ჩემდა საბედნიეროდ ესეთი არის ძალიან ცოტა და ძალიან მიხარია ეს ფაქტი. პირველ რიგში წინა ვიდეოში, როგორც მახსოვს, არ მისაუბრია აი ამ კონკრეტულ ძაფზე, გარდა იმისა, რომ გაჩვენეთ, არ მithქვამს რამდენია წონაში, რატომღაც ესე მახსოვს. ეს არის 750 გრამი და მოკლედ ეს უნდა მივამატო ჩემს ძაფების ასორტიმენტს. ამასთან ერთად მოვიმარაგე ყველაფერი, რაც მომემატა ამ ბოლო პერიოდში ძაფების სახით და დავიწყებ ყველაზე ისეთი ხმაურიანით, რომ მალევე გადავდო და აღარ იხმაუროს, რადგან კალთაში მიდევს ახლა. ეს არის Temos საიტიდან გამოწერილი ძაფები. აი ესეთი შემადგენლობა სიმართლე რომ ვთქვათ, აღარ მახსოვს, მაგრამ როგორც ხედავ, უმეტესწილად არის ბამბა და სინთეტიკა. ეტიკეტს აწერია როვანა. რატომღაც ამ ეტიკეტმა მიმიზიდა, იმიტომ რომ ძალიან გავს როვანს, რომელიც არის გერმანული ფირმა და თავიდან ძალიან გამიკვირდა, რატო იყო ეს ყველაფერი Temos-ზე, ამ ბოლო ასოს აღარც დავაკვირდი და საბოლოო ჯამში მაქვს 8 ცალი. აი ესეთი ლამაზი ფერის ძაფები, რომლითაც საბოლოო ჯამში რამე საინტერესოს მოვიქცევ. თუმცა ეხლა არა. მეორე მაქვს აი ესეთი Lana Grossa Vintage Socks ძაფი, რომელიც მერგო სრულიად უსასყიდლოდ 100 გრამი, 400 მეტრი, აქ არის 75% მირინოსი და 25% შალი, ეს სინთეტიკა. მაქვს აი ესეთი ორი ცალი, მელანჟის ეფექტი მწვანე, ანუ 800 მეტრი. წესით რაღაცა ისეთი თხელ მოსაცმელს უნდა ეყოს, პლუს ამას თუ მაინდა-მაინც მოვინდომე შეიძლება გავურიო რაღაცა სხვა ძაფი, რომლის ხარჯზეც უფრო გავაბევრებ და მოვქცევ რაიმე მკლავები ან ნივთს, თუმცა ჯერჯერობით არანაირიდია არ მაქვს, უბრალოდ ფერი მომეწონა, პლუს ამას უსასყიდლოდ მერგო, შესაბამისად უარი ნამდვილად არ ვთქვი. პლუს ამას მაქვს აი ესეთი ხაკის ფერი, შეიძლება ითქვას, რომ სწორად გადმოიცემა ფერი, უბრალოდ ცოტა უფრო მომწვანოა, ვიდრე ახლა კადრში ვხედავ. ეს არის ალპაკა პოლიამიდზე, ძალიან ისეთი რბილი ფაფუკი. ეს გავს იმ ძაფს, რომლითაც ვქსოვდი ჩემს ჯემპერს ნაწნავებით. იქ მქონდა ერთი ესეთ წორში გამოყენებული ძაფი და გადავწყვიტე, რომ 150 გრამი კიდევ მინდა რომ დავიმატო, რადგან სხვა ძაფთან, თუნდაც იგივე ბაბინის ძაფთან კომბინაციაში, უბრალოდ სხვა ფერი რომ მივიღო ახლა უკვე, იმიტომ რომ იქ უფრო იყო გამოყენებული ღია კრემის ფერი, რაღაცა მოვარდისფრო ტონით და იმან გააღიავა ძაფი. ეს კონკრეტული შეხამება, ანუ ეს ძაფი და ბაბინის ძაფი ერთმანეთთან უფრო მეტად მომწვანო ეფექტს მომცემს, რაც რა თქმა უნდა ძალიან მომწონს. პატარა კადრებში ჩავსვავ, სადაც გამოვაჩენ რეალურად რა ფერია ახლა, რადგან კადრში საერთოდ არ გადმოიცემა. ეს არის ძაფები, რომლებიც უბრალოდ მარაგში მომემატა და ჯერჯერობით ამ ძაფებით არ ვიცი რა უნდა მოვქსოვო, თუმცა უბრალოდ ის ფაქტი რომ მაქვს უკვე მიხარია. და კიდევ ერთი გაცრავოთ. და კიდევ ერთი შენაძენი, ეს არის აი ასეთი Lana Gold Fine. ეს არის 151 კოდი, ნახევრად შალი, ნახევრად აკრილი, 100 გრამზე 380 მეტრი. ამ ძაფით ორი ცალი ვიყიდე, ეს არ ჩამეწერება მარაგებში, რადგან შეკვეთა მაქვს, რომელიც უკვე დაწყებული მაქვს მეორე გორგალით და პატარა კადრებში უკვე როდესაც ნამუშევრებზე გადავალთ, გაგიზიარებთ ყველა დეტალს. ეს არის მთლიანად ჩემი შენაძენები. პლუს ამას იყო ორი ცალი გორგოლა, რომელიც წინა ვიდეოში ვისაუბრე, რომ პელოს ძაფი ალიზელა Lana Gold ერთი წუთით
Lana Grossas pelo, natural alpaca pelo, მე მგონი ესე ქვია ძაბს, სიმართლე გითხრათ უკვე აღარ მახსოვს ერთი წამით. მოკლედ, სიმართლე რო ვთქვათ, დროთა განმავლობაში უფრო მეტად ვატყობ, რომ მეხსიერება საერთოდ აღარანაირი აღარ დამრჩა. განსაკუთრებით შევამჩნია ეს COVID-ის მერე. Natural alpaca pelo. Აი, ასე გამოიყურება ეს ძაფი. აი ესეთი ლამაზი ყავისფერი, რომლითაც დაწყებული მაქვს. ბარემ გადავიდეთ დაწყებულ ნივთებზე. აი ესეთი დეტალი და თუ ჩემი ერთ-ერთი წინა ვიდეო გაქვთ ნანახი, სადაც ზუსტად ამ ძაფით ღია შვის ფერით მოვქსოვე 2 ცალი კაპრი, ანუ მინდოდა ჩემთვისაც ანალოგიური კაპრი, თუმცა საჭიროება გახდა იმისა, რომ ეს ძაფი მოკლედ სხვა ადამიანს გადავცე. ნატო, სალამი. რადგან ქსოვს კარდიგანს და ეჭვი გვეპარება, რომ ეყოს 15 ცალი და დიდი ალბათობით დაჭირდება კიდე 2 ცალი. იქიდან გამომდინარე, რომ მე მაქვს 2 ცალი, ანუ ერთი ეს და ერთი ეს და ჩემთვის დიდ აუცილებლობას არ წარმოადგენს, რომ მანდ-მაინც ამ ფერით მოვიქსოვო ეს ჩემი კაპრი, ასე რომ ძალიან თავისუფლად და მტკივნეულად დავთმობ აი ამ 2 ცალ ძაფს და მე მოვიქსოვ რაიმე სხვა ფერში. გადავიდეთ იმ ნივთებით, რომელიც სამწუხაროდ არ მიჩვენებია არც ერთ პატარა ჭრილში, რაც რამდენიმე წუთის წინ ნახეთ. ეს არის ყვითელი კომბინეზონის კომპლექტი, რომელიც 3 დღის წინ შემოვიდა შეკვეთა ეწიზე და უნდა გამეგზავნა დღეს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დღეს არის წითელი პარასკევი, დაკეტილია ყველა დაწესებულება, რომელიც აგზავნის ამანათებს საზღვარგარეთ. ამ ამანათის გაგზავნამ გადაიწია სამშაბათამდე და შესაბამისად მე მაქვს შესაძლებლობა გაჩვენოთ დასრულებულ მდგომარეობაში ეს კომპლექტი. ჯერჯერობით ქსოვას რაც შეეხება ყველაფერი დასრულებულია, თუმცა არ არის გარეცხილი. ასე რომ გაჩვენებთ ახლა რა მდგომარეობაშია და რა დეტალებია და მერე გადავიდეთ შემდეგ ნივთზე. ჯერ ვისაუბროთ ყველა დასრულებულ ნივთზე და მერე უკვე რა მაქვს პროცესში შევაჯამოთ. უკვე მაქვს მოქსოვილი ღილების გარეშე აი ესეთი კომბინეზონი, რომელიც უნდა გავრეცხო. პლუს ამას მაქვს მოქსოვილი ქუდი და ესეთი პაწეწუნა წინდები. ახლო კადრით რა თქმა უნდა ჩავთავ, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა იყოს დეტალურად დაათვალიერო, თუმცა ეს კომპლექტი წინა ვიდეოებში არაერთხელ მიჩვენებია, შესაბამისად დიდ დროს ამაზე არ დავხარჯავ, უბრალოდ ფაქტი იმისა, რომ ეს შეკვეთა იყო და ეს შეკვეთა მოვქსოვე. შემდეგი დასრულებული ნივთი, რომელიც სხვათა შორის აქ არის უკვე განთავსებული, ერთიც და მეორეც. პირველი ეს არის აი ასეთი. რა თქმა უნდა, ახლა არაფერი არ არის გასააგები აქ, თუმცა პატარა ვიდეოებს ჩავსვავ, სადაც გამოჩნდება ჩაცმულ მდგომარეობაში ეს ნივთი როგორ გამოიყურება. ვიდეოს თქვენ დიდი ალბათობით შეძლებთ რომ ნახოთ შაბათ-საღამოს, ანუ ეხლა უკვე შაბათ-საღამოს მიყურებთ, ესე რომ ვთქვათ. და მე ხვალ მექნება შესაძლებლობა ეს ნივთი გადავიღო და გაჩვენოთ ჩაცმულ მდგომარეობაში როგორ გამოიყურება. ყველაზე მთავარი ეს ნივთი არის კიმონო სტილის კარდიგანი, რომელიც მოქსოვილია Lana Grossa ბასტას ძაფით, სადაც გვაქვს 50-50-ზე მერინოსი და სინთეტიკური დანამატი. ეს არის ისეთი გემრიელი ბორდოსფერი, რომელიც რეალობაში უფრო მეტად მუქია ვიდრე კამერაში. ესეთი ბუსუსებიანი ფაქტურა აქვს, როგორც ხედავთ და ამ ნივთის მოსაქსოვად მე დამჭირდა 11 ცალი. ერთი ცალის ღირებულება თუ სწორად მახსოვს არის 26 ლარი და 57 თეთრი, თუ სწორად მახსოვს. მოკლედ, აი ესეთი შეკვეთით მოვქსოვე ეს კარდიგანი, ამასთან ერთად აი ესეთი დეტალით არის გაფორმებული, რომელსაც ახლო კადრში რა თქმა უნდა ვიდეოებში უკვე ნახეთ. ანუ ეს უკვე დავამთავრე, ყველაფერი დავაფიქსირე და ანალოგიური ტექნიკით, აი
არის დამუშავებული აბსოლუტურად ყველა ადგილი. ანუ ჩახსნილია კიდეში ისა გვერდები და ეს გვერდებიც ანალოგიური მეთოდით არის დამუშავებული. წინა ნაწილიც აი აქ დამუშავებულია. ეს ყველაფერი დამუშავებულია წინდის ძაფით, ასევე ლანაგროსას წარმოება Forsox, რომელიც არის 75% შალი, 25% სინთეტიკური დანამატი, 420 მეტრი 100 გრამზე და ერთი ცალი დამჭირდა ზუსტად აი ამ ყველაფრის გასაკეთებლად. დამრჩა ძალიან ცოტა და იმედი მაქვს, რომ ეს ცოტა გაჩვენებთ. დამრჩა სულ აი ამდენი და იმედი მაქვს, რომ მეყოფა ქამრის მოსაქსოვად, რომელიც დღეს უნდა მოვგზავნო და ხვალ უკვე ვიდეო ჭრილებს, რასაც გადავიღებ და თქვენ ეს უკვე ნახეთ. ქამარიც ექნება აი ამ კარდიგანს. ძნელი ამ კარდიგანში იყო ერთადერთი ის, რომ აი აქედან დაწყებული თლიანად წინა პლანკა, ჩახსნილი ადგილები, ჭრილები, ზურგის არე მთლიანად აბსოლუტურად ყველა თვალი იქსოვებოდა წრეზე, აი ამ ძაფით. ეს იყო დაახლოებით 2800 თვალზე მეტი, იმიტომ რომ 2500 როგორც კი მივუახლოვდი და მივხვდი რომ კიდე ბევრი მაქვს დასათვლელი უკვე აღარ მქონდა ინტერესი და ჯამში მოვგზავნე 11 რიგი. თითო რიგს ვუნდებოდი დაახლოებით საათი და 45 წუთი დანიშნული მქონდა, იმიტომ რომ მიყვარს ესეთი რაღაცები, ან ცოტა უფრო მეტ აზარტს მაძლევს, მით უმეტეს ისეთ მონოტონურ საქმეში, როგორც არის უბრალოდ წრეზე, აი ამ 2500 პლუსი თვალის ქსოვა. ამიტომ ესეთი მეთოდები, როდესაც დროს ვინიშნავ, რომ გავიგო ერთ რიგს რამდენი ჭირდება და ასე შემდეგ, უფრო მეტად მაძლევს мотивაციას, რომ არ დავანებო თავი და დავასრულო. 11 რიგი მოგხსოვე, რის მერეც დაიწყო აბსოლუტურად ყველა თვალი სათითაოც ჩამაგრება, ასევე წრეზე და ამას დაახლოებით 3 საათი და 20 წუთი მოვუნდი. ესეც დანიშნული მქონდა 3 საათი და 19 წუთი, 43 წამი, ზუსტად რო ვთქვათ, იმიტომ რომ აი იმდენად დავიღალე ჯდომით და იმდენად დავიღალე აი ამ ყველაფრის კეთებით, რომ დავიმახსოვრე ეს დრო და მით უმეტეს ეს დრო რომ ამოიწურა და მივხვდი რომ დავამთავრე და უკვე შემეცლოთ დასაძინებლად წასულიყავი, იყო 2:15 წუთი. და ძალიან დაღლილი ვიყავი, თუმცა რაც მთავარია, უზომოდ მომწონს ეს დასრულებული ეფექტი, რაც მიიღო ნივთმა და ახლა დაუოკებელი სურვილი მაქვს, რომ ჩემთვისაც მოვიქსოვო მსგავს ფერში კარდიგანი, უბრალოდ კლასიკური V ფორმის მოკლე, რომელიც აი მენჯების არეში მთავრდება და ესეთი მკლავი, ზედა კონსტრუქცია პლუს მინუს იგივე რაც აქ არის, უბრალოდ რა თქმა უნდა არანაირი ქამარი, უბრალოდ ღილები და დამუშავება რაც შეეხება იდენტური, აი ძალიან მომეწონა. შეიძლება დამუშავება არც გავაკეთო, უბრალოდ წვრილი ქამარი მოვუხსოვო და ღილები არ გავუკეთო. იდეა. ესეთია ამ კარდიგანის ისტორია, რომელსაც რა თქმა უნდა უფრო მეტად უფრო დეტალურად გაჩვენებთ შემდეგ კადრებში, რასაც ახლა ნახავთ და გაჩვენებთ დასრულებულს უკვე ქამრით. ჩვენ კი გავაგზავნებთ საუბარს იმის შესახებ, თუ რა არის ეს შავი ჩამოკიდებული ნივთი აი აქ. ეს არის ჩემი ნატანჯი კარდიგანი და ახლა გაგიზიარებთ იმ შეცდომებს, რაც არ უნდა დაუშვათ. არ იყოს ჩემსავით თავდაჯერებული ამ საკითხში. იქიდან გამომდინარე, რომ Lana Gold Kashmir 16 ფაინით მოგხსოვე არაერთი ხელთეთმანი და ეს ხელთეთმანები გავრეცხე მანქანაში და რა თქმა უნდა არაფერი არ მოუვიდა და უნდა მეფიქრა რატო არ მოუვიდა, იმიტომ რომ არის პატარა ნივთები და ბარაბანში იმ ხელაზე მოქმედება მათზე არ განხორციელებულა, რაც განხორციელდა აი ამ კარდიგანის რეცხვისას. იქიდან გამომდინარე, რომ აქ გამოყენებული არის 23 ცალი ძაფი, არა, 22 ცალი ძაფი, ანუ წონა აქვს კილო და 100 წონის ეს კარდიგანი. აქვს ღილები,
არის უზომოდ გრძელი, რასაც ასევე აი ესეთი აქვს აქ ღილები, რომელიც ოდნავ ირეკლება, განიერია უზომოდ გრძელი ხელები და ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო უფრო მეტად დიდი მანქანაში რომ არ გამერეცხა, მანქანაში გარიცხვის მერე ეს ყველაფერი დაპატარავდა, ცოტა შეითელა, კი მართალია დამკვეთის მოთხოვნა იყო რომ ყოფილიყო უფრო მჭიდრო, არ ყოფილიყო ესეთი დავარდნილი ძალიან და ძალიან მოქნილი, ეგეთი ქსოვილი მივიღე, თუმცა ძალიან შემაშინა იმ ფაქტმა თუ როგორი გამოვიღე მანქანიდან. მერე მომიწია ორთქლის აპარატი და დაორთქლვა, ცოტა გაწელვა, რამაც რა თქმა უნდა ზომა იგივე არ დაუბრუნა, შესაბამისად მომიწია სიგრძეში დაგრძელება, რომელიც მერე ხელით გავრეცხე და ხელით რეცხვის დროს ისევე არ შეითელა როგორც მანქანაში რეცხვისას, მაგრამ უკვე ხელახლა მანქანაში შეგდება შემეშინდა, იმიტომ რომ ვიფიქრე რომ ზედა ნაწილიც ისევ შეითელებოდა. მაგიტო აქედან გამომდინარე მომიწია აი ამ ქვედა ნაწილის ცალკე ამორეცხვა, ცივი ცხელი წყალის ცვლა, დიდი რაოდენობით ქაფის გამოყენება და მიუხედავად ამისა იგივე ფაქტურა მაინც ვერ მივიღე, თუმცა ახლა უკვე ბევრად ნაკლებად არის შესამჩნევი ის სხვაობა, რაც არის ზედა ნაწილსა და აი ამ ქვედა დაგრძელებულს შორის. ყველაზე სწორი ვარიანტი იქნებოდა საერთოდ არ დამეგრძელებინა სიმართლე რომ ვთქვათ, მაგრამ მე ცხოვრებისეული მიდგომა მაქვს, რომ ვინც არაფერს არ აკეთებს, იმას არ აქვს შეცდომები და ვისაც შეცდომები არ აქვს, ის ვერ სწავლობს ვერაფერს. ანუ აი ამ ლოგიკით ცხოვრობ მე თვითონ, ანუ შემეშალა, გავაკეთე დასკვნა, შემდეგში ეგეთ შეცდომას აღარ დავუშვებ, ესე იგი რაღაცა ახალი ვისწავლე. და მარტო ის თუ აკეთე ცხოვრებაში, რაც კარგად გამომდის, მე მგონი განვითარებას უბრალოდ ვერ ვპოვებ. ანუ უნდა ვაკეთო ის, რაც არ გამომდის, ვაკეთო ბევრჯერ სანამ არ გამომივა და რო გამომივა, ვისწავლო შემდეგში მარტივად როგორ გავაკეთო და გადავიდე ახალ ეტაპზე. ეს კარგიგანი გახდა ზუსტად ეგეთი გამოწვევა, რომ მეორედ მე შეკვეთას საერთოდ მანქანაში აღარ გავრეცხავ. იმდენ ჯობია 2 კვირა შრებოდეს, ჯობია აივანზე გავიტანო და მთელი ღამე ბუდარაჯო რო უეჭველი გაშრეს, თუმცა მანქანაში აღარ. დავამთავრეთ ამით. როგორია ჩაცმული და როგორია მთლიანი სიგრძე ამ ნივთის და რატო გახდა ესეთი რთული ამ ნივთის ხელით გარეცხვა და რატო გადაწყვიტე რომ შემეგდო მანქანაში. მოკლედ, ამ კარდინგანს რაც შეეხება დავამთავრეთ და შეგვიძლია გადავიდეთ უკვე იმ პროცესებზე, რაზეც ახლა უშუალოდ ვმუშაობ, ანუ რაც მაქვს ჩხირებზე. შეკვეთებს რაც შეეხება, ესე იგი, ეს არის 2 შეკვეთა, ყვითელი მესამე შეკვეთა და ამის გარდა მაქვს კიდევ ლურჯი კომბინეზონი და წინდები შეკვეთილი, რომლის ზაფიც უკვე გაჩვენეთ და დღეს დავიწყე ეს შეკვეთა, ასე რომ დიდი განვითარება არ მაქვს, თუმცა რაც მაქვს, იმასაც გაგიზიარებთ. ლურჯი შეკვეთა მაქვს აი ესეთ დასაწყის ჩანასახის ეტაპზე, თუმცა ფერი მომწონს ძალიან, ესეთი მკვეთრია და პლუს ამას თუ გავითვალისწინებთ, რომ მსგავსი ფერი არასდროს არ მქონია ჩემს ასორტიმენტში, ანუ მიხარია ხოლმე, როდესაც რაღაცა ისეთ ფერს მიკვეთავენ, რომელიც მანამდე არ მომიქცოვია. ეს შესაძლებლობას მაძლევს, რომ ჩემი კატალოგი ეწიზე უფრო გავაფართოვო, ეგრე იყო, როდესაც შემიკვეთეს შავ ფერში, ანუ შავ ფერით არასდროს არ მომიქცოვია და რა თქმა უნდა ეგრევე დავდე. თუმცა თუ გახსოვთ ერთ-ერთ წინა ვიდეოში ლავანდისფერი კომბინეზონი მქონდა შეკვეთილი, რომელიც დასრულებული კადრები გაჩვენეთ, მაგრამ ეს ფოტოები არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მე ეს ეწიზე დამედო, ანუ ფოტო სამწუხაროდ არ დამრჩა. აქ ვეცდები, რომ იგივე შეცდომა არ დავუშვა და გაგზავნამდე აუცილებლად გადავუღო ისეთი ფოტოები, რომლის წყალობითაც ეწიზე ახალ ლისტინგს დავამატებ. ესე გამოიყურება ეს ნივთი, ვიწყებ ქსოვას ყოველთვის 3 მმ ჩხირზე და მე უკვე გადავდივარ იმის მიხედვით, რა ზომა მაქვს თავისუფალი. იქნება ეს 3.5 თუ 3.75. ამ შემთხვევაში თავისუფალი აღმოჩნდა 3.75 და ვქსოვ ესეთ ნომერზე. მარკერებად ვიყენებ აი ესეთ რგოლებს, არ ვიცი ჩანს თუ არა და ახლო კადრითაც გაჩვენებთ. ძალიან კომპაქტური პაწუკა რგოლებია და მარტივად ეტევა ჩემს საყვარელ ზომის ჩხირებზე, რაც მიმარტივებს ქსოვის პროცესს. რადგან როდესაც ან წიგნს უსმენ ან რაიმე სერიალს ვუყურებ,
არ მინდა ხოლმე მოვწყდე აი ამ სამყაროს, რაშიც ვარ ჩაფლული და აქ ეს მარკერები მაფხიზლებენ ხოლმე, რომ აი ეხლა რაღაცა მაქვს გასაკეთებელი. ჯერჯერობით სულ ეს არის რაც მაქვს პროცესში, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მაქვს წინა ვიდეოდან მოყოლებული ორი პროცესი, ეს არის ჩემი ჯემპრი, რომელსაც არ გაჩვენებ სანამ არ დავამთავრებ, იმიტომ რომ ერთი მკლავი მზად არის, მეორე მკლავი დამრჩა და უნდა დავამთავრო უახლოეს მომავალში, რომ გაგიზიაროთ უკვე დასრულებული შედეგი აი ამ ჩვენი ერთობლივი ქსოვის და ასევე მაქვს პროცესში Lana Grossa Natural Alpaca Lungos ძაფით შესრულებული კარდიგანი, რომელიც მოქსოვილი მაქვს ზურგი, წინა კედელი, წინა კალთა, ერთიც და მეორეც და ახლა უნდა მოვქსოვო მკლავები და მკლავებს როდესაც მოვქსოვ, შემეძლება რომ კონსტრუქცია ავაწყო და კონსტრუქციის აწყობის შემდეგ დარჩება მოსაქსოვი პლანკა და დეკორატიული დეტალები წინა მხარეს. ასე რომ ვიქაც ვუახლოვდები ნელა-ნელა დასასრულს, თუმცა ამაზე უკვე შემდეგ ვიდეოში ვისაუბროთ. რაც შეეხება ამ ვიდეოს, მინდა გესაუბროთ სერიალებზე, რაც აი ამ პერიოდში ვნახე, ეს არ არის ბევრი სერიალი, ეს იყო სულ ორი. ერთი არის სენდიტორი, თუ სწორად ვამბობ სახელს ამ სერიალზე, თუ არ და აი აქ ფოტოს ჩავთავ. სიმართლე რომ ვთქვათ, თავარი პერსონაჟი ბიჭის გამო, რომელიც მონაწილეობს დივერგენტის ფილმში, დავიწყე ამ სერიალის ყურება. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ანტურაჟი რაღაცა ბრიჯერტონების და სიამაყე და ცრურწმენა და მე-19 საუკუნის ინგლისის უზომოდ მომწონს. გადაწყვიტე, რომ ეს სერიალი მენახა, თუმცა პირველი სეზონის ბოლოს სპოილერი, თავარი პერსონაჟი გადის კასტიდან და შესაბამისად დანარჩენ ორ სეზონში ეს მსახიობი აღარ თამაშობს და ჩემით ეს სასიყვარულო ინტერესი, რაც პირველივე სერიიდან იქმნება, ჩემთვის ქრება, იმიტომ რომ უკვე თავარ პერსონაჟი გოგოს ურთიერთობა სხვა პერსონაჟებთან, რომელიც მეორე სეზონიდან საკმაოდ ბევრნი ემატებიან, უკვე აღარ მაინტერესებს ესე რომ ვთქვათ და მოკლედ შევწყვიტე ამ სერიალის ყურება პირველი სეზონის მერე. მეორე სერიალი, რასაც ვუყურე, აი აქ ჩავსავ სერიალის მთავარ ფოტოს. ეს არის პოლდარკი, რომელიც არის ზუსტად ანალოგიური სახელის მქონე რომანის მიხედვით გადაღებული. სიუჟეტი აქ გვაქვს ინგლისის ერთ-ერთი პროვინცია, რაღაცა ეგრე, კორნუელი, სადაც მიმდინარეობს სიუჟეტი და ეს ყველაფერი ხდება მე-18 საუკუნის ბოლოს, სადაც ჩვენ თავარი პერსონაჟი ომის გმირი ბრუნდება და აღმოაჩენს, რომ მისი შეყვარებული, რომელზეც ფიქრობდა, რომ იყო დანიშნული, არის სინამდვილეში დანიშნული და საცოლე მისი ბიძაშვილის და სახლი, სადაც ბრუნდება, ანუ მამისეული სახლი არის გაღატაკებული, გაძარცვული, განადგურებული და როგორ იწყებს აი ამ სახლის ფეხზე დაყენებას, არის ძალიან საინტერესო სასიყვარულო ხაზი, ძალიან საინტერესო სიუჟეტი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ პერსონაჟს, ანუ ამ პოლდარკს აქვს შახტა, რომელსაც ამუშავებს და რა წინაღობებს აწყდება თავის განვითარებაში, თავის ეკონომიკურ ზრდაში, თავის ურთიერთობაში პირად ფრონტზე. მოკლედ ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. პლუს ამას ძალიან მაინტერესებს მე-18 ბოლო მე-19 საუკუნის სიუჟეტები, იქიდან გამომდინარე, რომ აი მომწონს ეს რომანტიკული ანტურაჟი. ხანდახან როდესაც არ მინდა ფენტეზი, ძალიან დიდი სიამოვნებით ვუბრუნდები მსგავს ან ლიტერატურას, ან სერიალებს. ორჯერ მქონდა სიტუაცია, რომ მინდოდა აი ამ სერიალისთვის თავის დანებება და თუ უყურებთ ამ სერიალს და იპოვით აი ამ ორ მიზეზს, რატო ფიქრობდი, რომ თავს დავანებებ, აუცილებლად დამიკომენტარეთ, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის აი ტრიგერი, რომელსაც უბრალოდ ვერ ვეგუები, ვერ წიგნებში და ვერ სერიალებში, მოკლედ ვერანაირი ფორმით. და როგორც კი ეს ფაქტები ხდება ხოლმე ან წიგნში, ან სერიალში, არ ვაგრძელებ ზოგადად, ანუ აღარ მაქვს ინტერესი ყურების კითხვის და ასე შემდეგ. თუ ვიცი წინასწარ რომ წიგნში მსგავსი სიუჟეტური სვლა არის, საერთოდ არ ვიწყებ კითხვას, იმიტომ რომ იმდენად ჩემთვის ეს მიუღებელია. მოკლედ, ინტრიგა დანერგილია. თუ უყურებთ აი ამ სერიალებიდან რომელიმეს, აუცილებლად დამიკომენტარეთ და თუ მოგეწონათ ან არ მოგეწონათ, ესეც დამიკომენტარეთ, რომ მაინტერესებს დაემთხოვა თუ არა ჩვენი გემოვნება ერთმანეთს. რაც შეეხება ჩემ გეგმებს მომდევნო ვიდეოსთვის, ანუ რის
დამთავრებას ვაპირებ და რის ჩვენებას ვაპირებ. პირველ რიგში აუცილებლად უნდა დავამთავრო აი ეს კომპლექტი, რომელიც სამშაბათს უნდა ჩავაბარო გასაგზავნ პუნქტში. ამასთან ერთად, რადგან ჭხირებზე მაქვს სულ 3 პროცესი, არ მჯერა რომ ამას ვამბობ, ანუ რეალურად 4, მაგრამ წინა ვიდეოში შევთანხმდით, რომ ქაშმირ 16 ფაინით რა ჯემპრსაც ვიქცევ ჩემთვის, გადაიდო უკეთესი მომავლისთვის. მოკლედ 3 ნივთია, ეს არის ეს კომბინეზონის კომპლექტი. ყვითელი ოქროსფერში ჩემი კარდიგანი, რომელზეც მაქვს მოსაქსოვი მკლავები და მერე ბლანკა და ჯემპრი, რომელზეც მაქვს მოსაქსოვი მეორე მკლავი. აი ამ ყველაფერს თავი თუ გავართვი, აი ამ ერთკვირიან ჭრილში, გამოვა რომ შემდეგ ვიდეოში ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს და გაგიზიარებთ ყველა დასრულებული ნივთს, რაც მექნება იმ მომენტისთვის და უკვე ერთად დავიწყებთ ახალ ნივთებზე მუშაობას. იმედი მაქვს, მანამდე არაფერი არ მომხვდება თავში რაიმე ესეთი კუთხოვანი, რომ ახალი ნივთების დაწყება გადამაწყვეტინოს. ასე რომ მიუხედავად აი ამ დიდი პაუზისა, მიხარია რომ მაინც ჩემთან რჩებით, მაინც უყურებთ ჩემ ვიდეოებს და მადლობას გიხდით ყველა იმ კომენტარისა და იმ მხარდაჭერისა, რაც თქვენგან მივიღე პირად შეტყობინებებში. არ ვაპირებ ნამდვილად ამ ყველაფრისთვის თავის დანებებას და შეწყვეტას, პირიქით, ანუ ყოველი თქვენი შეტყობინება და კომენტარი мотивაციას მაძლევს, რომ უფრო და უფრო მეტი გავაკეთო, მეტი გადავიღო, ახალი იდეები მოვიფიქრო, რაც შეიძლება რომ არა მარტო ჩემთვის, არამედ თქვენთვისაც საინტერესო იყოს, ამაზე უფრო დეტალურად რომელიმე სხვა ვიდეოში. ახლა დაგემშვიდობებით. იმედი მაქვს შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. გისურვებთ ბედნიერ აღდგომას და მაქსიმალურად ისიამოვნებთ ოჯახთან ერთად გატარებული დროით და ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მოხდება შემდეგ 4 შაბათს, მაგრამ თუ 4 შაბათს არ მოხდება, ვეცდები რომ აი ამ 2 დღიდან რომელიმეში მუდმივად გამოვაქვეყნო. თუ 4 შაბათი არა 5 შაბათი, იქიდან გამომდინარე რომ შეიძლება უბრალოდ მონტაჟმა იმდენად დიდი დრო წამართვას 4 შაბათს, რომ გამოქვეყნება ფიზიკურად შეძლო მხოლოდ 5 შაბათ დღეს. ასე რომ ესეც რომ გავითვალისწინოთ და არ ვინებიულოთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენი აი ესეთი მხარდაჭერისთვის. დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე.